ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი სახელმწიფო საკუთრებაში ბრუნდება. კანადურმა კომპანია Pegasus Pharmaceutical Group-ს მთავრობამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიზეზი ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. Pegasus Pharmaceutical Group 3 წლის განმავლობაში $20 მილიონი ინვესტიცია უნდა განახორციელებინა და 2013 წლის 19 მაისისთვის თანამედროვე სტანდარტების მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაესრულებინა. ინვესტორმა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა, მაგრამ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მშენებლობა და რემონტი ამ დროისთვისაც დაუსრულებელია. ექიმებს მუშაობა და პაციენტების სამედიცინო მომსახურების მიღება მძიმე პირობებში უწევთ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში იქნება. ამ დროის განმავლობაში კი გაიწერება ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის კერძო საკუთრებაში გადავა თუ კვლავ სახელმწიფო მმართველობაში დარჩება. განახლებული პირობები გაგრძელებისათვის რაც ჩვენ შევთავაზეთ, მათთვის აღმოჩნდა მეუღებელი, შესაბამისად ხელშეკრულება შეწყდა და მიმდინარეობს პროცესი ონკოლოგიის ცენტრის სახელმწიფო მმართველობაში გამაბარებაზე. განახორციელეს ინვესტიცია და ეს ფული უნდა დაუბრუნდეთ თუ არა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით არ უნდა დაუბრუნდეთ ეს ფული და არც უნდა დაუბრუნდეთ საბანკო გარანტია, რაც ქონდათ ჩადებული. თუმცა ეს არის ამ გამაბარების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, როდესაც უკვე სამართლებრივი კუთხით ანალიზდება ეს პუნქტები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია მინიმუმ უახლოესი 1 წლის განმავლობაში ეს უნდა დარჩეს სახელმწიფოს მართვაში იმისათვის რომ გაიწეროს სტრატეგია, ჩამოყალიბდეს მონიტორინგის ინსტრუმენტები